ქვემო ქართლის რეგიონში რეგისტრირებული ქორწინების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი მარნეულშია, მეორე ადგილზეა რუსთავი. მარნეული 857, რუსთავი 609, გარდაბანი 556, ბოლნისი 527, დმანისი 171, წალკა 113, თეთრი წყაროში კი 111 ქორწინება დაფიქსირდა. ქვემო ქართლში რეგისტრირებული განქორწინების რიცხვით რუსთავი პირველ ადგილზეა, ხოლო მეორე ადგილზე 330 განქორწინებით მარნეულია. პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო, ვიდეო მასალის უკანონოდ შენახვისა და გავრცელების ბრალდებით სამეგრელოში ერთი პირი დააკავეს. განცხადებას პროკურატურა ავრცელებს. სამეგრელოს ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა უკანონოდ შეინახა და გაავრცელა დაზარალებულის პირადი ცხოვრების საიდუმლო სამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157 მუხლის პირველი ნაწილის წარედგინება, რაც სასჯელის სახედ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სტამბოლში ისრაელის საკონსულოს წინ სროლა იყო. თურქეთის მედიის ინფორმაციით, ბეშიქტაშში მიმდინარე დიპლომატიური უწყების წინ პოლიციამ 3 პირი გაანეიტრალა. ერთი ტერორისტი მოკლულია, 2 დაჭრილი და დაკავებული. ამავე ინფორმაციით დაშავებულია 2 პოლიციელი.